პრობლემა აკრძალულია. გატარების საშუალებას არ გვაძლევენ. იმედია მოგვარდება. რომელმაც შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერთა ზეგართ მოარსნი სულითა ზეცით მონაბერითა. ერთ რესტორანში მოვედით და ქართულად მოგვესალმა ქალბატონი. ძალიან მიყვარს მეგრული სიმღერები. გამარჯობათ მეგობრებო, კვლავ საქართველოს სომხეთის საზღვართან ვიმყოფებით. ისევ მივდივართ ერევანის მიმართულებით. წინა ვიდეოში კი ვამბობთ, რომ ერთი 10 წელი ალბათ არ დაუბრუნდებით. ერთხელ ჩამოსასვლელად ჩემი აზრით ღირს და თუ რაღაც კიდე ეგეთი რაღაც ფეხბურთი ან მსგავსი რაღაც სპორტული მოვლენა არ დაემთხვა რის გამო ჩამოსვლა ღირს, რომ ალბათ ერთი 10 წელი აღარ ჩამოვიდა მე. ყველაფერი შეიცვალა რადიკალურად. რაღაც ურთიერთობები უნდა დავალაგოთ წინა საფეხბურთო მაჩის შემდეგ რაღაცები აგვერია, მაგრამ მაგის დასალაგებლად ვიმდივართ პირველ რიგში და შემდეგ უნდა გაგაცნოთ ადამიანი, რომლის ვიდეოებიც ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში. ყველაფერს ახლა არ გეტყვით, დანარჩენს უკვე გზადაგზა აგიხსნით, თუმცა სანამ საზღვარზე გადავალთ, მინდა მადლობა გადავუხადოთ კომპანია კოსმოსიმს, რომელიც ჩვენი ინტერნეტ მხარდაჭერი იქნება ერევანში მოგზაურობის პერიოდში. სხვა კომპანიების შესახებ, რომლებიც ჩვენს წამოწყებაში ასე ვთქვათ, ჩაერთნენ, გზადაგზა მაგათაც გაგაცნობთ, ამიტომ მოკლედ საინტერესო ვლოგი უნდა გამოვიდეს. გეჩერთ რომ ბოლომდე უყუროთ და გამოვყვეთ. ახლობით 1 საათში ვიქნებით ერევანში. სომხეთში დაბრუნების ძირითადი მიზეზი არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ძალიან უყვარს, ქართულს ძალიან კარგად ფლობს, ვეფხისტყაოსანს კითხულობს ბრწყინვალედ. ეს ადამიანი მე პირადად აღმოვაჩინე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირების დროს ქართველი იუთუბერების მიერ გადაღებულ ვიდეოებში. სოციალურ ქსელებში მოვძებნეთ. თანხმობა მივიღეთ, ანუ მზაობა რომ ჩამოდით და არ არის პრობლემა, შევხვდეთ, ვისაუბროთ. შემდეგ ქართულ კომპანიებს უკვე დავუკავშირდით. რამდენიმე ქართული კომპანია რა თქმა უნდა გამოგვეხმაურა, გვერდში დაგვიდგა, საჩუქრები გაგვატანა, ამ ყველაფერს ადგილზე უკვე განახებთ, გეტყვით რომელი კომპანიები არიან. მოკლედ ვფიქრობ, რომ წინ საინტერესო ვლოგი გავავდებათ, ამიტომ ბოლომდე უნდა არა მიშავს. პრობლემა გატარების საშუალებას არ გვაძლევენ. და იმედია მოგვარდება. აკრძალულია. კაი, არ არის პრობლემა სხვაგან. არ ვიცი რატომ. სხვაგან წავიდით, მაგრამ ყველა რაღაცას იღებს და ანუ იღებენ და არ ვიცი რატომ. კაი, არა, მაგაზე არ ნერვულობ, სხვაგან გადავიდეთ. რომელმაც შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერთა ზეგართ მოარსნი სულითა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგცა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა და მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა. შვენიერი მართლა საოცარი რაღაცა არის. მოკლედ ეს ბიბლუსმა გამოგიგზავნა. ძალიან მადლობა. და ხო, მეც და შენს გვექნება მოკლედ ვეფხისტყაოსანი ესე სახში. ამით დამთავრებულა ბიბლუსის საჩუქრები, რადგან საქართველოს ესე ძალიან გიყვარს. 21 საუკუნის ქართული მოთხრობები არის აქ. ანუ ისე ფერდაბსავალი. არა, სხვა ნაწარმოებები არის ხო. ესეც და ესეც 21 საუკუნის ქართული მოთხრობები. ხო, ძალიან კარგი, დიდი მადლობა. მაქსიმალურად ვიცადეთ, რომ შენის გამართული ქართული ხარ როგორც ლაპარაკობ, რა, ნუ ცოტა შეიძლება რაღაც ხარვეზები იყოს, მაგრამ მე მგონია რომ ცოტა ხანში დახვეწ კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი კომპანიის დამსახურებით, ეს არის წიგნის სახლი ბახტრიონზე. და რამდენიმე წიგნი ასევე გამოგიგზავნეს, ეს არის ჯემალ ქარჩხაძე თქმური, ანუ ეს ერთი, შეგიძლია აგერ ნოემბრის წვიმა და სხვა კიდევ ერთი წიგნი და ასტეროიდი, მოკლედ ეს გამოგიგზავნა წიგნის სახლი ბახტრიონზე, ესეთი კომპანია არის, ესეთი დაწესებულება არის, ადგილი არის და მე რა თქმა უნდა ბიბლუსის გავსად კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით, იმიტომ რომ ელემენტარული დაფასების გამო, ელემენტარული ყურადღების გამო, რომელიც გამოიჩინეს. მოკლედ დავიცით. წავიკითხავ, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს რაზეა საერთოდ და ძალიან მიყვარს. და უკეთესად ისწავლე ქართულ და თბილისში რომ ჩამოყვალ სასწავლებლად უკვე გამართული ქართული გეცოდნი. წიგნების ნაწილში მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ის წიგნები მოგვეტანა და კომპანიებმაც გაითვალისწინეს რომ მართლა ძალიან მიყვარს. ხო. ვეფხისტყაოსანი ისეთი რაღაცა წიგნები მქონდა, მაგრამ ძალიან ცოტა ბიბლუსიდან. ხო და შემდეგში თუ კიდე რამე წიგნი დაგჭირდა ისეთი რომელიც ასე ვთქვათ
დაგჭირდება რომ რაღაც ქართული უფრო გამართო ან არა აქვს მნიშვნელობა ქართულის გამართვა ხო არა აქვს მნიშვნელობა დამიკავშირდი და მე მაქსიმალურად ვეცდები რომ მალე მოგაწოდო რა ჩემს მეგობარ კომპანიებთან ერთად გაიხარ ძალიან კარგი ადამიანი ხარ მოკლედ ესეთი ამბავი გვაქვს რომ წიგნების გარდა ასე ვთქვათ წიგნის მაღაზიების გარდა კიდევ გამოგვეხმაურა ქართული კომპანია აჯიკაია არ ვიცი ცხარესა როგორ ხარ მაგრამ მეგრული სიმღერები და ზოგადად ეს რო გავიგე რომ სამეგრელო მიყვარს ცხარესთან კარგად უნდა იყო რა თუ ისე რა მოკლედ არ აქვს შეხობა ცხარე გიყვარს თუ ცოტა ისე ნებისმიერი სახეობის აჯიკა აქვს საერთოდ სუნელები ძალიან მიყვარს ხო და მოკლედ ამ ჩვენს ოჯახში ვაკეთებთ ასე ქართულ კერძებს სუნელებად ქართული კომპანია არის ნატურალური პროდუქტებით არის დამზადებული და მოკლედ საჩუქრად გამოგიგზავნეს და უხარიათ ის ამბავი, რასაც შენ აკეთებ, რომ საქართველოს ასე ძალიან გიყვარს და ზოგადად ქართულს ასეთ პატივს ვცემ. ყოველთვის შევიგრძნო საქართველოს ჩემ ხო, საქართველოს ჩათვალე, რომ საქართველოს არის შენთან. მოკლედ მადლობა აჯიკაიას. ვაფასებთ კიდე ერთმა კომპანიამ გამოგიგზავნა ასე ვთქვათ საჩუქრები და თან ცხარე რაც გაჩვენე ხა აჯიკა, მაგას დააბალანსებს რა ეგ ამბავი. ეს არის ქართული კომპანია ბადაგი, რომელიც ამზადებს ჩურჩხელებს და მსგავს პროდუქტებს რა. ისდები ჩურჩხელს. ხო, არა? ჩურჩხელს. მოკლედ ვებხის ყავსანი გიყვარს, ჩურჩხელა გიყვარს. კიდე რაღაცებს რა არის დაკავშირებული საქართველოსთან ყველაფერი საქართველოში სწავლა გინდა. მოკლედ ძალიან იდეალურ დროს მოვედით და იდეალურ ადამიანთანაც მოვედით. მოკლედ ჩურჩხელები და პლუს სხვა ბევრი რაღაც არის აქ. მადლობა. მოკლედ ბადაგის მადლობა. მოკლედ ძალიან ბედნიერია ეს ადამიანი და ღირდა რა ამ ყველაფრად მართლა. კიდევ ერთ ქართულ კომპანიაზე უნდა გესაუბრო, რომელმაც ასევე სურვილი გამოთქვა, რომ რაღაც საჩუქარი გამოეგზავნა შენთვის, თვითონ კი ამბობ მცირედი საჩუქარი, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს არის კომპანია 4, მე განახები ხა აქ რა ხდება. ხო, კადრშიც რო კარგად გამოჩნდეს. ეს არის საქართველოს ნაკრების, უფრო კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიას ასე ვთქვათ მაისური ხელმოწერები არის, ხო. ხელმოწერები არის ქართველი ფეხბურთელების და მე რავი ვაპირებ, რომ ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ხშირად მე თანამშრომლო, ხო. და უფრო მეტიც რო გითხრა ამ კომპანიაზე, სიმართლე რო გითხრა, ხა ყოველ დღე ვინც უკვეთავს აქ ხვიჩა კვარაცხელია მოდისო მოგატყუებ, მაგრამ არის ხვიჩა კვარაცხელიას ხელმოწერა, სხვა ფეხბურთელების ხელმოწერაც და დანარჩენს უკვე ვიდეოში უფრო კარგად აგესნეთ, როგორ მზადდება ეს ყოველივე რა. ესეთი მშვენიერი საჩუქარი. მაგარი საჩუქარია, მართლა. და რავი, შეგიძლიათ ჩემთან იქნება, ანუ მთელ ცხოვრებაში ჩემთან იქნება ეს საჩუქარი. მშვენიერი ამბავია. მოკლედ შეგიძლიათ რავი, კიმანოზე, სხვადასხვა სპორტულ ინვენტარზეც დაბეჭდო, ჩარჩოში ჩასვა და ასე შემდეგ. მადლობა კომპანია 4, რომ ეს ადამიანი ხა ძალიან ბედნიერი არის და ემოციებზეც ეთყობა. ეს კომპანიები დაინტერესდნენ, მაქსიმალურად ეცადნენ რაღაც ქართული დეტალებით და რაღაც ქართული გამოეგზავნათ ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად აუხსენებთ, რომ შენ გიყვარს საქართველო, გიყვარს ქართველი ხალხი და იმედი მაქვს, რომ მცირედით მაინც გაგეხარეთ და ნუ დღის განწყობა მაინც შეგიქმნით რა. და რავი, მადლობელი ვარ კიდევ ერთხელ იმისთვის, რაც რავი, სხვადასხვა ვიდეოებში ნახე, შენი დამოუკიდებლობა ქართველების მიმართ. დანარჩენს უკვე გზადაგზა სხვადასხვა იმებში ვისაუბროთ რა. მეც ძალიან მადლობელი ვარ ამ ყველაფრისთვის. აი ახლა იმდენად გამიხარდა, რომ რაღაც ბავშვივით ახლა ვარ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა კომპანიებს მართლა გვერდში დგომისთვის. ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის გაკეთება ესე რა. მოკლედ თავარ ნაწილზე გადავიდეთ ახლა ინტერვიუს ნაწილზე და ვისაუბროთ იმ ძირითად თემებზე, რომელიც მეც მაინტერესებს და ალბათ ჩვენს მაყურებლებსაც რა. ძალიან მარტინის ასე ვთქვათ საჩუქრებს ვინახავდით ერთ-ერთ რესტორანში მოვედით და ქართულად მოგვესალმა ქალბატონია დავინტერესდით ვინ იყო ეს ქალბატონი. მეც ძალიან მიყვარხარ საქართველოში. ეხლა ჩემი ბიჭი და გოგი იქაც არიან. ძალიან უყვარს ქართველი ხალხის თბილისში. თბილისი ისეთი ქალაქია, რომ თბილია რა. ძალიან კარგი ადამიანია. არ ვიცი მე 30 წელი იქ ცხოვრობ ძალიან არა, უკვე 40 წელი იქ ცხოვრობ მე. უკვე აქ ვარ, მაგრამ აქ სტუმრად ვარ. და ეხლა ამ ეტაპზე აქ მუშაობთ, ხო? ხო, ეხლა ხინკალი აკეთებ, ქართული გრუზინსკი სტოლ у нас. როგორც ოჯახი подготовят вот так здесь. ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა და რავი, ერევანში ესე ქართულის მოსმენა. ჩვენ მარტინთან ჩამოვედით, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან უყვარს ქართული კარგად ის საინტერესო პერსონაჟი იყო და თქვენ რომ გადაგვეყარეთ ეხლა და დაგვენახეთ. ძალიან გაგვიხარდა ეგ ამბავი. მოკლედ
რავი, წარმატებებს გისურვებ. ერთი თვის მერე მოვალ თბილისში. კი ბატონო, გელოდებით და რავი, თუ მოხერხდა და ორივე ერთად იქნებით, ხო, რავი, შეგვიძლია თქაც მაქსიმალურად დიდი ყურადღება მოგაქციოთ. გამიხარდა თქვენი გაცნობა. მადლობა დიდი. მე ძალიან კარგი. გაიხარეთ. პირველი ჩემი მოგონება, რომ მახსოვს, არის რომ 2004 წელი, როცა ოლიმპიადის თამაშები იყო. და ჩვენ ზღვაზე ვიყავით და ოჯახით ვიყურებდით ეგ თამაშებს ძიუდო. რა თქმა უნდა მეც ძიუდოისტი ვარ და ჩემი მამაც. როცა მე ყოველთვის მოვდიოდი ზღვაზე, იქ იყო ხიდი, ხო? როცა ზღვა ხედავ. პირველი როცა ჩამოდიხარ, ეგ მახსოვს და ძალიან მახარებს. და მე ვიცი რომ სუხიშვილები ჩამოდიან. ხო, აქ მაისში. და ოცნებად გაქვთ მაგალითად დაისწრო. ხო და აქ არის თეატრის, ოპერის თეატრის შენობაში და აუცილებლად ეგ არის მაისში, ხო? ხო, 5 მაისში. მოკლედ მაგ ამბავზე ჩვენ აუცილებლად შეგეხმიანებით რომ რაღაც ეგ პატარა ოცნება კიდე რაც გაქვთ სუხიშვილების კონცერტს და ეს რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელს რა მაგ ამბავში და რა თქმა უნდა რომ მე მიყვარს ქართული ცეკვები, ამიტომ აუცილებლად უნდა კი, მაქსიმალურად ხელს შეგიწყოთ რომ შენ მაგ კონცერტზე მინიმუმ კიდევ ერთ მეგობართან ერთად ვიყო. მოკლედ შენც რო ჩამოხვალ საქართველოში აუცილებლად მირეკავ რა თქმა უნდა. და რაც შემიძლია მაქსიმალურად ყურადღებას მოგაქცე. იმიტომ რომ იმსახურებ მაგას ჩემი აზრით. ეხლა შენ ყოველთვის კონტაქტზე ვიქნებით. შენ ეხლა მოუყევი ჩემს მაყურებლებს ზუგდიდზე რეები მითხარი რა, იმიტომ რომ ისე გამიხარდა ეგ ამბავი რომ უნდა მოყვე რა. პირველ რიგში ძალიან მიყვარს მეგრული სიმღერები. ხო, ეგ შევამჩნიე. არ ვიცი სისხლშია ან გულშია, მაგრამ ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვუსმენ. და ვუყურებ, ნახე ზუგდიდის ფოტოები ინტერნეტში, რო ზღვასთან ახლოს და ძალიან მაგარი ჰაერია ალბათ იქ, ხო? კი, ანუ კაი ის არის ქალაქი. დადიანების სასახლეც მიხსენე. ხო, ნახე და ძალიან მიყვარს, ძალიან ლამაზია, როგორც ევროპაში არის ეგ სასახლე და ძალიან მინდა იქ ყოფნა. ხო და პირობას გაძლევ რომ ჩამოხვალ ეგ არის რავი. ისევ გადავიღოთ ვიდეო იქ და რამდენიც გინდა TikTok-ები გადავიყო ყველაფერი ვაკეთებ. მოკლედ ეხლა მომიყევი საქართველოსთან ამხელა კავშირი საიდან გაქვს? პირველი რაღაც ქართული სიტყვა რა იყო შენთვის ამ დონეზე საქართველოს რამ შეგაყვარა და ზოგადად ამ თემაზე რომ ესაუბრებ და ნელ-ნელა გავშალოთ რა ეს თემა. ნახე 2002 წლიდან მე ყოველწელს ჩამორთვარ საქართველოში დასასვენებლად. უკვე გავიზარდე საქართველოთით, ხო? ყველაფერი უკვე ვიცი საქართველოს შესახებ, როგორც ჩემს გულშია უკვე. და ეს 2002 წლიდან დასასვენებლად ანუ უკვე 22 წელია, რომ 22-23 წელია, რომ ჩამოვდივარ საქართველოში დასასვენებლად სხვადასხვა ადგილებში. და ძალიან მიყვარს ყველაფერი. ანუ როგორც ჩემთვის უკვე მეორე სამშობლოა, რავი. ეგ გეტყობა ყველაფერზე, რომ შენთვის რაღაც მეორე სამშობლო ჩამოყალიბდა. ანუ ეხლა მე აქ ვცხოვრობ, მაგრამ მე ყოველთვის ჩემი სული, გული, ფიქრი არის საქართველოსთან. ყველა ამბები ვუყურებ ყოველთვის Facebook-ზე და Instagram-ზე, რავი, ჩემთან არის. მან გყავს ვინმე თუ უბრალოდ არა, უბრალოდ დასასვენებლად ოჯახით ხო, ყოველთვის და ეს ქართულის მიმართ ინტერესი, ანუ შეიძლება დასასვენებლად ჩადიოდი, მაგრამ კონდა ხალხთან კომუნიკაცია და იქიდან კომუნიკაციიდან ხალხი ყოველთვის მაინტერესებდა როგორ და რაზე ლაპარაკობენ ქართველები, როგორ ლაპარაკობენ, როცა ბავშვი ვიყავი და ძალიან ნერვიულობდი, რატო არ მესმის ამ ყველაფერი. პირველი ესეთი ქართული სიტყვა რა გახსენდება, რომელიც რავი ისწავლე ან ესე ჩაგონებაში, რომ რაღაც ძალიან დაგამახსოვრდა და შემდეგ უკვე მას მიყვა კიდე არაერთი სიტყვა და საბოლოო ჯამში ქართული იცი რავი ძალიან კარგი. პირველი სიტყვა ალბათ რო ზღვაზე ვიყავით, ყველა სომხებისთვის არის ცხელი სიმინდი, აბა ბურბუშელა. ცივი სასმელები. და მე უკვე გამარჯობა როგორ ახარ, ეგ მთავარი სიტყვები ეგ არის. და ეხა საქართველოში რა თქმა უნდა მე უკვე შენი მეგობარი ვარ ჩათვალე ეგრე შევთანხმდით რა. მაგრამ სხვა მეგობრებიც რა თქმა უნდა გეყოლება ხო რაზეა? ხო, მანამდე მყავდა მეგობრებიც, ანუ რო სხვადასხვა ადგილებიდან უკვე გავიცანით ერთმანეთი და ეხლა უფრო მეტი მყავს, კონტაქტზე ვართ, ყოველთვის ვლაპარაკობთ და ჩემი პრაქტიკისთვისიცაა ეს ძალიან კარგი, ხო. ჩადიხარ მოკლედ საქართველოში ისვენებ, რა თქმა უნდა ტრადიციულ კერძებსაც რაღაცებსაც მიესმევ ალბათ.
გამორჩეული კერძი თუ გაქვს რამე ესეთი რომ აი აქაც რომ მოგიმზადებია შენ თუ არა, ნუ მინიმუმ ოჯახის წევრებსა შენთვის დაუმზადებია. ჩვენ ოჯახით ყოველთვის ვამზადებთ, ანუ ჩემი დედა ხო, ძალიან მიყვარს. და რავი, მე მიყვარს ძირითადად მადამ ბოვარი. ნუ ეგ ფლატ ქართული არ არის, მაგრამ არ არის? მე ვიცოდი რომ ქართულია. ჩქმერული ძალიან მიყვარს, ოჯახური. ძალიან მიყვარს საჭმელი კერძი არ არის, ტკბილეულია. ნაზუქი, სურამიდან როცა ყოველთვის მოვდივარ, ყოველთვის ვიღებ და ძალიან მიყვარს. სავარაუდოდ ზღვაზე რავი აჭარულ ხაჭაპურთელაც გექნებოდა. ხო, რა თქმა უნდა. ხო. მე ერთი გამორჩეული კერძი არ გაქვს როგორც მე. არა, ბევრია, ხინკალი, ხაჭაპური, იმერული ხაჭაპური, რავი, ბევრი. რამდენიმე წუთის წინ ხარი რომ ხუჩა კვარაცხელიას მადარებს, ხუჩა კვარაცხელი აშვიშე. გიორგი მიქაუტაძეს მადარებენ აქცენტით და. მანამდე ანუ ვიცნობდი, მაგრამ ასე არა. ხო. და როცა მე ვნახე მისი ვიდეოები, ფიქრობდი რომ მოიცა, მეც ასე შემიძლია გავაკეთე. მე მიყვარს გოლების გატანა და მიყვარს ბომბარდილი. ბოლოსკენ გავდივარ და სომხეთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დაპირისპირებებით მინდა რომ გავიარო რა, იმიტომ რომ პირველ რიგში ვილოცავ მთელ საქართველოს. მადლობა. მოგებისთვის ძალიან კარგი თამაში იყო. კი, მშვენიერი თამაში იყო აქაც და იქაც ხო, მართლა საინტერესო თამაში იყო და იქ მე უკვე ბოლოს ცოტა რაღაცები დაიძაბა სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ რაღაც თამაშის ბოლოს უკვე ანუ გულშემატკივრის მცირე ნაწილი შევარდა სტადიონზე და რაღაც და აქ მაგ ამბავზე თუ არის რამე ესეთი დამოკიდებულება ეგ გვაინტერესებს. იდეაში მაგ მიზნით მოვედით რომ აგიხსნათ რომ ჩვენ ქართველები და ნუ სომხიერი ვართ ძმები და ეგ ელემენტარული რაღაცა ერთი შემთხვევა არ ნიშნავს იმას რომ ყველა მაგ აზრზე ვართ რა. ძირითადად საქმე არის ეს და მე მესმის და ეს არის ყველა უნდა იცოდნენ რომ ეს არის უბრალოდ თამაში, ანუ სხვა არაფერი. ანუ ერთ უნდა მოიგეს, ერთ უნდა წააგეს. ვიღაცა უნდა წააგოს რა. და მე ვიცი რომ ბავშვები იყვნენ და ანუ მთელი ქართული ხალხი არ არის. ხო. მოკლედ მაგნატოში შვიდად ვიყოთ, ხო? მინდა რომ მადლობა გადაგიხადო. და შენ ვიცი რომ რაღაცა თხოვნაც გააქვს, რომ მეც მადლობელი ვარ ძალიან ამ ყველაფრისთვის, რომ აქამდე ჩვენ ჩამოხვედით. და მინდა ხო ეს ეგ მუსიკა დავდო, რომ ძალიან მიყვარს. მითხრა რომ ჩემს საყვარელ მუსიკას ჩავთავო. რომ ყოველთვის ვუსმენ. კი ბატონო. უკვე ბევრი წლებია. ხო, მე ცეკვაში ვერ აყვე, მაგრამ ცეკვას მაგრამ ჩემით ვისწავლე. შეგიძლია იცეკვ? აჭარული. ხო. ეს არის მარტინის საყვარელი ქართული ხო, ცეკვისთვის. შეგიძლია იცეკვ რა. ეხლა არ შემიძლია, მაგრამ ძალიან მიყვარს. ასე ხო არის? მაშინ იქ რო ჩამოხვალ და აჭარაში წავალ, თან თუნდაც სამეგრელოში წავალ, თან სადაც იქნებით, მან პირობა უნდა მომცე რომ იცეკვ აუცილებლად რა ქართულ ცეკვას. ჩამოვედით მარტინთან, რაც გვაინტერესებდა ვკითხეთ, პასუხები მივიღეთ, საკმაოდ თბილად დაგვდა, რასაც ველოდით. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრა იმისთვის, რასაც ზოგადად ქართველების მიმართ გამოხატავ, ქართული ენის მიმართ გამოხატავ, ძალიან მადლობელი ვარ მაგისთვის. მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ჩამოსულიყავი და ჩვენგანაც გქონოდა ის ყურადღება. მადლობის მეტი მე არაფერი არ მეთქვი, საკმაოდ კარგი დღე გამოვიდა, კარგი ინტერვიუ გამოვიდა და გელოდები უკვე საქართველოში, სადაც მაქსიმალურად ვეცდები რომ რაც არ გინახავს ამ წლების განმავლობაში, ის მხარე დაგანახო მოკლედ. მოკლედ ეგ არის, როცა ჩამოხვალ მეხმიანები. შევთანხმდით? დიდი მადლობა, მეც ძალიან მიხარია, რომ საერთოდ აქ ქართველების სანახვა, რომ ძალიან მიხარია ეგ ყველაფერი. ძალიან მიყვარს საქართველო და ძალიან მომენატრები. რო არ მოგვენატროს ერთმანეთი, მალე ჩამოდი რომ მე ხო, უკვე ხო. მოკლედ ჩვენ დავუმეგობრდით ამასობაში და მგონია რომ ბოლოჯერ არ ვარ მე ფინანსისტი ვარ და ალბათ როცა ჩაბარებაზე აუცილებლად ჩამოვალ თბილისში. გელოდებით. ძალიან კაი, მადლობა. სევანის ტბასთან ვიმყოფებით. დღევანდელი ვოიაჟი დასრულებულია, ჩათვალეთ აწე არაფრის, ასე თქვა, კადრის დამატებას ან რაღაც გზის გადაღებას არ ვაპირებთ. უბრალოდ იმის თქვა და შეჯამება გვინდოდა რომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველა კომპანიას, ვინც გამოგვეხმაურა და ამ ადამიანის გახარებაში მიიღო მონაწილეობა. შეიძლება როგორც ასეთი, როგორც ვლოგის სახით არ გამოვიდა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი სათქმელი რაც იყო, რომ რაღაც ამ ადამიანთან ჩავსულიყავი და
იმ სიყვარულისთვის, რასაც ქართველების მიმართ ასე თქვა განიცდის, მადლობის ნიშნად რაღაცა გაგეკეთებინა, მე მგონია რომ გამოგვივიდა და შედგა. მოკლედ მეორე ვლოგი ამით დასრულებულია. იმედი მაქვს რომ ალბათ შევხვდებით, მესამე ვლოგს ხეზე გადავიღებთ, ნახოთ როგორ განვითარდება ყველაფერი. თუ მოგეწონათ პირველი ვლოგი, თუ მოგეწონებათ ეს ვლოგი, კარგი იქნება თუ გამოგვიწერთ. რავი, გააზიარებთ. მოკლედ სოციალებში ყველგან სადაც შეძლებს, სადაც თქვენთვის იქნება მოსახერხებელი, გამოგვიწერეთ, გამოყვებით და ვეცდებით მაქსიმალურად საინტერესო რაღაცების შემოგთავაზ.